გამარჯობა მეგობრებო, ბოდიშით რომ ამდენი ხანი დავეკარგე, მაგრამ როგორც ვთქვათ, ძალიან ლამაზი დავბრუნდი. და ეს ვიდეო იქნება თუ როგორ გავხდი დედა. არა, ისეთ მნიშვნელობაში არა, როგორც თქვენი ფიქრეთ. იმიტომ გავხდი დედა, რომ ეს საყვარელი არსება სახელად ჩაპი გაჩნდა ჩემ ცხოვრებაში. ჩემი ძაღლის ისტორია ჯერ კიდე იწყება 2017-ში, როცა ვიყავ 7 წლის. ხო, მაშინ მომიყვანეს პატარა კოკესპანიელი სახელად ლინდა. ის ძალიან ბედნიერად ცხოვრობდა ჩვენთან 3 წელი, მაგრამ სამწუხაროდ როცა 10-ის გავხდი, იმ ახალ წელს ფერვარკების ხმა შეეშინდა, ჯაჭვი გაწყვიტა და დაიკარგა და ვიპოვეთ უკვე გარდაცვლილი. ძალიან ბევრი ვინერვიულა და 1 წელი ვაფშე ძაღლი აღარ მინდოდა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ მაგდეს მე მეორედ ვეღარ გადავიტანდი და ამიტომაც ეს 1 წელი ძაღლზე საერთოდ არ ვფიქრობდი. გავიდა 1 წელიც და უკვე ვფიქრობდი რომ ძაღლი მაინც მჭირდება რაღაცნაირად, რადგან ჩემი სიყვარული და სითბო ვინმეს უნდა გავუყო, ანუ რამეც ცხელ არსებობს. ამიტომაც ეს 1 წელი ვფიქრობდი რა ძაღლის მოყვანა შეიძლებოდა და როგორ და ის 2024 წელი მთლიანი მშობლებს ვუთანხმდებოდი თუ როგორ შეიძლებოდა ძაღლის მოყვანა, თუ შეიძლებოდა თუ არა და ვეხვეწებოდი ყველაფერს ვაკეთებდი, ოღონდ ძაღლი მოეყვანათ, მაგრამ ვიღებდი მტკიცე უარს, რომ ბინაში ვერ იცხოვრობს, ვერ მოული, ვერ გაიღვიძებ, ცოცხალ არსებას ათამაშო არ არის და ასე შემდეგ, ბანალური მაგათი სიტყვები. და ერთხელაც სკოლიდან მოვდივარ ერთ ჩოვლებრივ დღეს და რო შემოვდივარ, აი ეს საყვარელი კბილი, კეთილი არსება მხდება საწოლზე. ჩემ ბედნიერებას მაშინ პროსტა ზღვარი არ ქონდა. ესე იგი, ქალბატონებო და ბატონებო, მოგიმზადეთ პროექტი არსება ყველაზე ტკბილ და ყველაზე საყვარელ არსებაზე, სახელად ჩაპი. პირველი ფაქტი რაცაა, რომ არის მთლიანი 1 კილოგრამი. დიახ, ყველაზე დიდი მასა აქვს მთელ დედამიწაზე ძაღლებს შორის. მაგრამ რო არ შევხედოთ იმას, რომ ამ ხელა მაინც აგრძელებს ჭამას და უფრო მეტი მასის აგროვებას. ჩაპის საყვარელი თვისება კბენა. არა, ხანდახან მართლა ისე იკვინება. კიდე მკითხავთ ბარბარა, რაზე ხარ წამსვლელი ჩაპისთვის? გასაგებია ხო? ასევე ჩაპი ისეთი საყვარელი, რომ არ იმსახურებს ასეთ ადგილას ცხოვრებას, სადაც არსებობს მკვლელობა, ცუდი ამინდი, წვიმა. ეს უნდა ცხოვრების ის ადგილი, სადაც მარტო კარგი ამინდია, მწვანე ბალახები, სხვა ძაღლები და ძაღლების სათამაშოები. აი ნამდვილად. ძალიან საყვარელია ამ დედამიწისთვის. პირველი არის თქვენი კბენა, დიახ. მეორე არის საჭმლის უცბად შეჭმა, მესამე თქვენი გაბედნიერება და კარგ ხასიათზე დაყენება და მეოთხე პროსტა ისიც რომ ძალიან საყვარელია. ესე იგი, ეს ვარ მე ჩაპის გაცნობამდე. გოგონა არის მოწყენილი, ტირის მოწყენილია, კიდე ტირის ცუდ ხასიათზეა და ის მის მე რაც მოვიდა ჩემს ცხოვრებაში. ბედნიერია, გახარებულია და ყველაფერი პოზიტიური ემოციებით. ვიცი, ასეთ პატარა არსებას როგორ მაქვს ასეთი ბედნიერება, იმიტომ რომ რაც გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, უფრო მზიანი გახდა ჩემი დღეები, უფრო მხიარული, უფრო ბედნიერი და აი ამ პატარა რაღაცაში როგორ ეტევა ამდენი პოზიტიური ემოცია არ ვიცი მე, მაგრამ ძალიან მიყვარს. ისე გვამსგავსებენ და თქვენი აზრით გავართ? ჩემი აზრით გავართ.